როგორ გრძნობს თავს თქვენს გარეშე? ენეტრებით თუ არა ჩაფიქრებულ პიროვნებას. ნახოთ. საკმაოდ მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს, დათრგუნული, აქვს შიში იმის, რომ შეიძლება ეს არის დასასრული, შეიძლება საბოლოოდ და კარგად, თუმცა მიუხედავად ამისა, ძალიან ცდილობს ეს არ იყოს შესამჩნევი და რაღაც მომენტში საკუთარ თავთანაც კი არ აღიარებს ამ თავის ემოციურ მდგომარეობას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რეალურად ამ პიროვნებას, ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს საკმაოდ სერიოზული მიჯაჭვულობა. ემოციური კავშირი, ენერგეტიკული კავშირი, ანუ მისთვის თქვენს გარეშე ყოფნა არის ძალიან რთული. უბრალოდ როგორც ჩანს, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ჯიუტ ადამიანთან, პრინციპულ ადამიანთან, რომელიც ხშირად საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს. ხშირად ურჩევნია, რომ საკუთარი შეცდომები სხვას გადააბრალოს. ამ შემთხვევაში თქვენთან მიმართებაში აქვს დადანაშაულების მომენტი და ფიქრობს, რომ ბევრი რამ არის თქვენს ურთიერთობაში ისეთი, რაშიც თქვენ ხართ დამნაშავე. მთლიანობაში ემოციური ფონი საკმაოდ მძიმეა, მონატრების განცდა თქვენთან მიმართებაში აქვს ნამდვილად. ახლა არის რაღაც შუალედურ მდგომარეობაში, არჩევანის გაკეთების მდგომარეობაში, თქვენთან ურთიერთობა უნდა, თქვენი დაკარგვა არ უნდა, თუმცა აი ამ თავისი რაღაც პრინციპულობის სიჯიუტის გამო ამ ეტაპზე თავს იკავებს რაიმე სახის ნაბიჯის გადმოდგმისგან, თუმცა რეალურად აი ეს ყველაფერი, ეს ემოციები, ეს მდგომარეობა მისთვის არის ძალიან მძიმე და რთული.